მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო. როგორ ხართ, მოგიკითხავთ. თქვენი საზაუკან ნეფარა, დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით. მადლობა ყველას. ვინც მომილოცეთ დაბადების დღე, ვისაც გაგახსენდით, ძალიან მესიამოვნა, სასიამოვნოა, რა თქმა უნდა. ვისაც არ გაგახსენდით, თქვენს დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასებო. არ მწყინს მე ეს, იმიტომ რომ მეც რამდენი ვინმეს დაბადების დღე არ გამხსენებია და მე მინერვიულია. ამას წინათ პოსტი შემხვდა, ერთი ძალიან კარგი ადამიანის პოსტი შემხვდა. ნერვიულობდა, განიცდიდა რომ რაღაცეებს არ მილაიქებენო, იმანო დაბადების დღე არ მომილოცაო. წუხდა მოკლედ და რაღაცა გაუზიარა ხალხს. ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო. საწყენი არ არის არაფერი, ჩვენ ხომ არ ვიცით რა მდგომარეობაში იყვნენ ის ადამიანები, ვისგანაც ჩვენ მოლოცვას ველოდებით იმ წუთში. არ არის ახლა ისეთი დალხენილი ცხოვრება, რომ ესე არალოდ მესმის, რომ ძალიან ახლობელის დაბადების დღე უნდა გახსოვდეს ყოველ შემთხვევაში, რომ გაგახსენდება, უნდა მოიკითხო და ის, მაგრამ ეს არ არის საწყენი. ნამდვილად არ არის საწყენი, ამის თქმა მინდა. მე მაგალითად ისეთმა ადამიანებმა არ მომილოცეს, რომ ცოტათი დამწყდა გული, ნამდვილად დამწყდა გული, მაგრამ მე რომ დავფიქრდი, მე ხო არ ვიცი რატო. შედალოცვილო დარეკე და მოიკითხე. ცოტა უსაყვედურე, ძალიან ახლობლები აიტანენ, თან მოიკითხე, რომ იქნება მართლა რაღაცა ხდება, ხო სწორი ვარ რა. ისე ძალიან ახლობლები საერთოდ ასეთი რაღაც უნდა იყოს. ის ძალიან კარგი ეს მესიჯები, მაგრამ ძალიან ახლობლებმა მე მგონი უნდა დაურეკოთ ხოლმე, ხო ერთმანეთს, ასე უფრო ჯობია და საერთოდ ყველაფერს ჯობია, რომ სახში მივიდეთ. ვესტუმროთ. მინდა რომ ბედნიერები იყოთ, ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბედნიერები მინდა იყოთ. ეს უმნიშვნელო რაღაცეებია, ჩემო ძვირფასებო. მე მართლა გულით და სულით მოგიხდით, აი მადლობელი ვარ. იმდენმა ადამიანმა მომწერა, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, ზოგმა საერთოდ უცნობმა, რომ გახარებული ვარ და ისეთი რაღაცნაირად და რა კარგი იქნება, რომ ჩვენ ადამიანები სულ კარგ რაღაცა, სულ კარგს ვეუბნებოდით ერთმანეთს, სულ ვეფერებოდეთ. ახლა გიჟები კი არა ვართ, რომ არაფერზე არ ვინერვიულოთ და პროტესტი არ გამოვხატოთ. რა თქმა უნდა, რომ პროტესტიც უნდა გამოვხატოთ, უნდა ვინერვიულოთ კიდეც რაღაცებზე ჩვენი შეხედულება უნდა გქონდეს და აზრი უნდა გაგვაჩნდეს. ეს არის ადამიანი, მეტი კი არაფერი. ხან გაუბრაზდებით ხანის, მაგრამ აი უმეტესი წილი რომ იტყვიან ჩვენ ცხოვრების უმეტესი დრო, რომ ერთმანეთის მოფერებაში გავატაროთ, რა მაგარი იქნება. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამდენ ადამიანს ვახსოვარ და ამდენმა ადამიანმა მომილოცა. იმდენი რამის ჩაწერა მინდა, ჩემო ძვირფასებო, იმდენი რამე მაქვს თქვენთვის სათქმელი. მაგრამ სულ
სულ ვერიდები და სულ ვიკავებ თავს. იცით რატომ? რაღაცა ვინმეს გული არ ვატკინო, რაღაცა ვერ მოვზომო, თქვათ, ყველაფერს ვუფიქრდები და მე განვიცდი, იცი, მე ისე ფეთქებადი ადამიანი ვარ, ძალიან ფეთქებადი ადამიანი ვარ. და მე ვნანობ ხოლმე, იცი, უცებ რომ აი ადამიანს თორემ საყვედურობენ, რომ რამე ჩაწერე რაღაცა მე მარტო ლექსებით და ხანდახან თუ წავიგიღინებ ხოლმე, ამითი ვიფარგლები. არ ვარ ჯერ მზად, გამოგიტყდებით და აი უნდა ვთქვა, მაინც ხო იცი გული ნატკენი რო გაქვს 2020 წელს მე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ვიყავი, კანდიდატი ვიყავი მაჟორიტარობის და ისე მატკინეს გული და ისე ძალიან ახლობლებმა და იმდენი ფარისეველი აღმოჩნდა ჩემს გვერდით, ჩემს ზურგსუკან, რომ არ დამიფიცია, ნუ ფიცის დონეზე, ალბათ თქვი რომ მე არასოდეს აღარ ვისაუბრებ, ალბათ, აღარ შევეხები რაღაცა ძალიან მიჭირს, ახლა ლექსად კი გადმოვცემ ხოლმე. შეშინებული ვარ, არაფერს არ მეშინია ნამდვილად. აი აბსოლუტურად არაფერს არ მეშინია ტყუილის და სირცხვილის მეშინია ყველაზე ძალიან, აი მეშინია რომ სირცხვილის ამას დიდი ტყუილის და სირცხვილის მეშინია და ნუ კიდე მეშინია რომ უცებ რაღაც არ გამოხვიდე მდგომარეობიდან ვიღაცას ამე არ მოსწიო. ხო და ამიტომ ჯერჯერობით ამით შემოვიფარგლები ხოლმე. ნამდვილად არა ვარ მზად ჩემო ძვირფასებო. ის ბოღმა არა ვარ, ბოღმა კაცი არა, ბოღმიან ადამიანებს ვერ ვიტან, მაგრამ ესე რომ გამახსენდება, რომ პირში რომ მელაქუცებოდნენ თუ რაღაცა რო იტყვიან და სინამდვილეში თურმე რომ მე მაინც სიკეთის მომხრე ვარ, ჩემო კარგებო. სიკეთის მომხრე ვარ. კოცნით გეფერებით, ჩემო ძვირფასებო, რახან შემოსული ვარ და მოგეფერეთ, ძალიან გამახარებთ, თუ მე ვაპირებ ალბათ საბოლოოდ უკვე YouTube-ზე გადავალ. იმიტომ რომ აქ ცოტა დავიღალე უკვე რა Facebook-ზე. არა, აქაც დავრჩები, არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ ძირთად უფრო და იქნება გამოიწეროთ ის ჩემი არხი იქ YouTube-ზე. და ჩათვალეთ რომ გამიკეთეთ დაბადების დღის საჩუქარი. რაღაც სერიოზულ რაღაცას ვაპირებ უკვე მესამე წელია უკვე გამიგძელდა ვერ მოვაბი თავი და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გამომწერებს YouTube-ზე და საერთოდ მინდა რომ დამკვიდრდე იქ იცით რომ რაღაცას ვაპირებ, რაღაცას ვაკეთებ და ძირითადად მიმული იქნება ამ სოციალურ ქსელებს ეს ჩემი საქმიანობა. სახელწოდებით YouTube-ზე ქართულად ჩაწერთ უკას TV, ან ზაზა უკა ნეფარიძე სხვაველი და ან ლექს ამოგიგდებთ ჩემსას, ან რაღაცას ამოგიგდებთ, ან მულტფილმს, ან რაღაც ისეც და ის გვერდი გამოიწერეთ და ძალიან გამახარებთ. ჩათვალეთ რომ მართლა დაბადების დღის საჩუქარი გამიკეთეთ. დანარჩენად რა
ეს აპრილის თვე რაღაცნაირი თვე იყო, მე ძალიან მიყვარს აპრილის თვე, იმიტომ რომ აპრილში ვარ დაბადებული. ბევრი რაღაცა მოხდა და ამაზე მე სხვა დროს ვისაუბრებ, იმიტომ რომ მე აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აპრილის თვეში მომხდარ რამოდენიმე ამბავს და აუცილებლად ჩავწერ. დანარჩენით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, კოცნით გეფერებით, მიყვარხართ განურჩევლად ერისა და ბერისა, პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიისა, ვისაც ჩემი ქვეყანა გიყვართ, ვისაც ჩემი საქართველო გიყვართ, ვისაც ქართველი ხალხი გიყვართ, ვისაც მოგწოთ ეს ქართული ტრადიციები, რომ იტყვია არ გაღიზიანებთ და ვინც საერთოდ პატივისცემას გამოხატავთ ჩემი ერის მიმართ. ყველას უღრმესი მადლობა ამისთვის და რა თქმა უნდა იმ ადამიანებს ვინც მომილოცეთ, ხო მადლობა და მადლობა. ნუ გვეწყინება თუ ვინმეს დავავიწყდით ან ამოუვარდა თავიდან და არ მოგვილოცეს, იმიტომ რომ გვახსოვდეს ჩვენც რამდენჯერ დაგვიწყნია რომ ადამიანისთვის მიგველოცა დაბადების დღე. მე პირადად ბევრჯერ დამიწყნია, ამიტომ არ მწყის, ჯერ კიდევ გვიან არ არის, იცით რაც მიყვარს, ძალიან ახლობლებს ეხება და სულ დაბადების დღე არ არის, კაცო, როდესაც სტუმარი მოგივა ადამიანს. ამას ეჯობია, ხო წინასწარ რო ვიცოდე. სულ დაბადების დღე არ არის, კარგად ყოფნა და სიყვარულით ყოფნა. სიყვარულით ვიყოთ, ჩემო ძვირფასებო, სიყვარულით ვიყოთ, ღმერთით ვიყოთ, ერთმანეთის პატივისცემით ვიყოთ. და არ დაგვავიწყდეს, რომ თავმოყვარეობა არ უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა დაკარგოს თავმოყვარეობა. სიყვარული, სიკეთით ყოფნა და ღმერთით ყოფნა არ ნიშნავს თავმოყვარეობის დაკარგვას. შეგვეწიოს ყოვლად წმინდა და ვიხაროთ და ვიბედნიეროთ. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემო ძვირფასებო. კოცნით და გეფერებით. აბა თქვენ იცით.